სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მონიტორინგის კომიტეტი საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების საკითხზე მსჯელობს. სხდომა დახურულია. ქართული დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში შეხვედრებს მართავს. დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებით შეხვედრებზე ისაუბრეს იმ წითელ ხაზებზეც, რომლებიც არ უნდა გადაიკვეთოს. დია წულუკიანის თქმით, ეს არის ხელახალი არჩევნების საკითხი. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ისეთი პირობები, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს ხელყოფს. ზე ვერ იქნება საუბარი. გაყალბება ვერ იქნება, როდესაც კენჭისყრა ხდება ელექტრონული ტექნოლოგიით. აღნიშნული ტექნოლოგიები დამონტაჟდა დასავლური კომპანიის მიერ. სწორედ დასავლურმა კომპანიამ და არა რუსულმა კომპანიამ დაგვიდასტურა, რომ გაყალბება ამ ტექნოლოგიის დამსახურებით შეუძლებელი იყო. თუ კი ადგილი ჰქონდა რაიმე სახის ხარვეს, აღსანიშნავია, რომ მოკვლევა მხოლოდ 8 შემთხვევაში დაიწყო. ასე რომ რასთან გვაქვს საქმე? ფაქტია, რომ არ მოეწონათ არჩევნების შედეგები. 2022 წლიდან ხრჩება შთაბეჭდილება საქართველოში და მხოლოდ მე არ მაქვს ეს მოსაზრება, რომ ხალხი ცდილობს საქართველოს დასაჯოს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ჩვენს ქვეყანას პრორუსულს ეძახიან და ცდილობენ კარი მიგვიხუროთ, ნაცვლად დიალოგის გაგრძელებისა. ევროკავშირმა უკვე მიიღო 2022 წელს ჩვენს წინააღმდეგ სადამსჯელო პოზიცია. მათ კარი გაუღეს უკრაინას იმის საფუძველზე, რომ იქ ომი მიმდინარეობდა. ჩვენ კი ოფიციალური დასაფუთება არ მიგვიღია და არც გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გაუხსნიათ ჩვენთან. შესაბამისად, აბსოლუტური სიცრუეა იმის თქმა, რომ ეს მოლაპარაკებები ჩვენი მხრიდან შეჩერდა, რადგან ეს მოლაპარაკებები არც კი არსებობდა. ჩვენ საქართველოში გვსურს საიმედო სიტუაცია, მხოლოდ და მხოლოდ დიალოგს ვითხოვთ, თუმცა ამ მხრივ დისკუსიები არ ყოფილა. აი იმ შეხვედრებზე, რომელიც ჩვენ ნამდვილად გავმართეთ ძალიან სერიოზულ დეპუტატებთან, რომელთაგან არაერთი სააკაშვილის მეგობარია, ღიად თქვეს ეს დედადეთ შეხვედრაზე, თქვეს რომ რასაშავებს ეს საწყალი კაცი გაუშვით და ასე შემდეგ. აი იმ შეხვედრებზე წითელ ხაზებზეც იყო საუბარი და მე მათ ღიად ვუთხარი ჩემი პარტიის და იმ პარლამენტის სახელით, რომელსაც მე აქ წარმოვადგენ, რომ არავითარი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება, იმიტომ რომ არავითარი კითხვის ნიშანი აგვირჩია თუ არა ქართველმა ხალხმა ჩვენ პირველ ადგილზე არ არსებობს. 800,000 ხმას ვერავინ ვერ მოიპარავდა, თუ ჯადოქარი არ არის და ეს არის წითელი ხაზი. ამიტომ თუ ამას მოითხოვენ, ეს ვერ შესრულდება. ასევე ვთქვით, რომ წითელი ხაზია მაგალითად სააკაშვილის გაშვება, იმიტომ რომ საყოველთაოდ არის გაცხადებული, რომ მიხეილ ყაველაშვილი არ მოისურვებს მის შეწყალებას. წინა პრეზიდენტმაც კი, რომელიც მათი მოკავშირე გახდა ექსტრემისტებიც, მანაც კი არ შეიწყალა. წითელი ხაზია ასევე ისეთი პირობების დაკისრება, რომელიც ხელყოფს ჩვენს სუვერენიტეტს. ამიტომ მაგალითად პირდაპირ მიუთითო ქვეყანას რა უნდა ჩაიწეროს ამა თუ იმ კანონში. შეიძლება ეს იყოს სამუშაო ჯგუფი, სადაც მსჯელობთ თანასწორუფლებიან საფუძვლებზე და აქ დიდი ქვეყანა არ ურტყამს პატარა ქვეყანას, იმიტომ რომ თვითონ დიდია და ჩვენ პატარა, არამედ სრულფასოვანი დიალოგია, სადაც რა ჯობს იმაზე ხდება ფაქტებზე დაფუძნებული მსჯელობა. ჩვენთვის დასახული მიზანი არის ის, რომ ჩვენი დელეგაციის უფლებამოსილებების რატიფიცირება, ანუ დადასტურება მოხდეს. თუ ეს მოხდება, თუნდაც დათქმებით, ფაქტია, რომ ეს მოხდება.